ბილაინის ტარიფი 007 ახალი ჯეიმს ბონდის პრემიერის მთავარი მასპინძელი გახდა. ვინცარეკლამო ბანერთან სურათი გადაიღო, ცეცხლსასროლი იარაღებიანი ჯეიმს ბონდების გარემოცვაში აღმოჩნდა. მობილური ტელეფონებისა და ისიპარის სუნამოების გათამაშების შემდეგ სეანსიც დაიწყო, ვისაც ჯერ არ გინახავთ ბონდიანას ახალი ეპიზოდი, გაფრთხილებთ, რომ ცნობილ საუნდტრეკთან ერთად ადელის ნამღერსაც მოისმენთ. ასევე ნახავთ, ვინ შეიძლება შეცვალოს ჯუდი დენჩის პერსონაჟი მომავალ სერიებში. ყველა დროის საუკეთესო აგენტი 007 უკვე 50 წელია კინოდარბაზზე სავსეს ჯეიმს ბონდი ოპერაცია სკაიფოლი ქართულ პრემიერას არ გამოაკლდა ჩვენი კორესპონდენტი ნინო ლაშეც. მაყურებელთა შეფასებები ერთად შევიტყოთ მისი რეპორტაჟიდან. კინოსამყარომ ჯეიმს ბონდის 50 წლის იუბილე აღნიშნა. საგანგებო მზადება გამოაცხადა მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა და არატრადიციულ ბონდიანაში სპეცეფექტები ემოციური მომენტებით ჩაანაცვლა. Jan Flemingის უკდავი ბესტსელერის მიხედვით სხვადასხვა რეჟისორის მიერ დღემდე 23 კინოსერია გადაღებულა. ცნობილი აგენტის 007-ის ამპლუაში მაყურებელმა ნახევარი საუკუნის მანძილზე შონ კონერი, ჯორჯ ლიზენბი, როჯერ მური, ტიმოტი დალტონი, პირს ბროსმანი და დენიელ კრეიგი იხილა. თანამედროვე მაყურებელი ყველაზე კარგად სწორედ ამ უკანასკნელს და მის შეფს იცნობს. ჯუდი დენჩის პერსონაჟს აგენტი 007 მეექვსე სერიამდე ემორჩილებოდა. ყოვლის შემძლე ბონდის უახლესი ისტორიები მსოფლიო პრემიერამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს კინოთეატრებში შეაფასეს. არა, ვერ შევადარებ, იმიტომ რომ ძველი განსაკუთრებულად უბრალოდ ცოტა სხვანაირია რა, ძველი მაინც მიმართულია რაღაც მანქანებზე, ანუ ახალი მაინც სერიალია რა. არ დაკარგა მუღამი რა. რაც იყო ჯეიმს ბონდი ესე შხიანი გემრიელი ესაა დღემდე რა და მაგრა გამიხარდა. ნამდვილად კარგი იყო. ესე იგი, ნუ მაკორო დაკპატიშებს არ მოგეწონება. არა, კეთო. კაი ფილმი იყო მართლაც, ან ისე საინტერესო, რაღაცა სულ მეგონა რომ რაღაცა ცოტაც უნდოდა, ცოტაც და ვადეთყვა ასაკი მაინც თავის შეშება. ძალიან მომეწონა, ძალიან ვისიამოვნე. გამოგიტყდებით რომ ჯეიმს ბონდი პირველად ამდენი სერიის მერე ნამდვილად შემიყვარდა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ძალიან კარგი სერია იყო. კომპანია ბილაინი ბონდის თემას სარეკლამო რგოლით გასულ წელს გამოეხმაურა. სწორედ ამიტომ ბრიტანელი აგენტის 50 წლის იუბილეს კომპანია სათანადოდ შეხვდა და პრემიერაზე უნიკალურ ფოტოგამოფენასთან ერთად სახალისო გათამაშებაც მოაწყო. ბილაინმა დღეს გადაწყვიტა გაეთამაშებინა მობილური ტელეფონები, 5 ივლიანი მობილი გახდა მობილური ტელეფონის მობილი, გარდა ამისა ჩვენთან ერთად გათამაშებაში მონაწილეობას იღებდა ისიპარი, რომელმაც ძალიან კარგი ბიზნესი გაათამაშა და რაც მთავარია, ყველა ადამიანი ძალიან კარგი განწყობით დაბრუნდა საფრთხე. კონტაქტი ჰქონდა ოსკარის აკადემიის მარგარეთ ჰერიკის ბიბლიოთეკასთან, კერძოდ დიგიტალიზაციის არქივთან, რომელიც თელს ჯეიმს ბონდის ეპოქასთან დაკავშირებულ ფოტომასალას ინახავს ელექტრონული სახით. საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ უფლება მოგვეცა ექსკლუზიურად გამოგვეფინა ეს ფოტოები. ჯეიმს ბონდი ოპერაცია სკაიფოლი ახალი სერიის სახელწოდებაა, რომლის მუსიკალურად გაფორმებას გრემის მფლობელ ბრიტანელ ვარსკვლავს ადელს დაევალა. რეჟისორი სემ მენდესი ჯეიმს ბონდის სახელს თავგადასავალზე მოგვითხრობს, სადაც აგენტი მძიმე არჩევანის წინაშე დგება, ენდოს თუ არა მათ, ვისთვისაც მუშაობს. ჯუდი დენჩის, ხავიერ ბარდემის, რალფ ფაინსის და უკვე კარგად ნაცნობი დენიელ კრეიგის მონაწილეობით სათავგადასალო მძაფრსიუჟეტიანი თრილერის ბიუჯეტმა 200 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველა თაობისთვის კარგად ნაცნობი ფრაზა უკვე ჟღერს საქართველოს კინოდარბაზებში. Bond.